მე შევიყვარე. ამას უსმენ. და გარედან ყოველი სიტყვის და ყოველი საქმის პასუხისმგებლობა დაეგისროს მამიდან შვილს. და დამით შვილს იცნობს. ის მამასაც იცნობს. და ვინც მამას იცნობს, გონიერია. და იცის, როგორ გაარჩევს მოყვარენ მტრისგან. და იცის, რომ არავინაა მამაზე დიდი მოყვარე. და არავინაა მამაზე დიდი მტერი. სახელი უყარ გვაქვს
რა უბედურება? ოშაბა. კედიებია შავწერება. დაიმონ ბაბლი. ბატონო, დაიმონ ბაბლი. სქესი რა თქმა უნდა. სქესი რა თქმა უნდა. რომლითი? დარწმუნებულები ხართ? ამ შემთხვევიდან ორ კვირით ადრე პროფესორმა ბაბლს სწორედ იმ დროს შეუწყო, როცა ის სარკისთან თუჩ საწყს ისვამდა. პროფესორმა მკაცრად გააფრთხილა ბაბლი, რომ ეს არასდროს გაემეორებინა. შენ მამრობითი სქესისთვის დამახასიათებელი ყველა ორგანოა. და ეგ საკმარისი არა? ვერ გავიგე. რა ვერ გაიგე? ვერ გავიგე. რა ვერ გაიგე? ერთი ყლე და ორი ყვერი საკმარისი არა. აღარ გავედი. ჩემ სახლში ითი ლაპარაკი. გაეწინა? ეკიმო გორმენტალ. ჩუდი რა ხრი? ეკიმო გორმენტალ. ჩუდი რა ხრი? მოჩლექით ლაპარაკი, ზიგა, კუჩს, ხო ვეძახით კუჩს და არა კუჩიკოს, პენისი და კვერცხები, მოსულა, პენისი და კვერცხები მოსულა, ახლავე ჩაუწერეთ ამას მამრობითი და ბოჭე. ჩაწერილია. მამრობით? დედლობითი? ეგეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, ბა. ბუნებაში არც ძაღლის ადამიანად გადაკეთება არსებობდა, მაგრამ შენ შეძელი.
გამახცოთ. ახლა მოგიყვებით ამბავს ღვინოსა და ტიკებს. ანუ იმაზე თუ როგორ გვეშლება ადამიანებს, რომ შესაძლებელია ახალი უსავალი ძველ ტიკებში მოვათავსოთ. საერთოდ მე თუ მკითხავთ, უნდა შეველიოთ ყველაფერს ძველს, რასაც ყავლი გასვლია თუ გვინდა რომ მოსავალი გადაგვარჩინოს. აბა მითხარით, ძველ ტიკებში ახალ ღვინოს ვინისხავს? დიახ, იგი უნდა იყოს ახალი, გამძლე. იქმა ღვინის ნებას უნდა გაუძლოს, ღვინის ბათქაბუთი უნდა დაიტიროს. დიახ, იგი უნდა იყოს ახალი, გამძლე. ახალი ღვინო კი ეს ახალი ადამიანია. დიახ ბატონებო, ახალი ადამიანი. ამასობაში კი დაიმონ ბაბლა დაბადებიდან 2 წელი გავიდა.